მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, TV Plus-ის ერთგულო მაყურებლებო, ეთერშია TV Plus-ი გადაცემით ანალიზის დრო. დღეს სტუმრად ყავს ბატონი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც არის გენერალ-მაიორი და ექსპერტი სამხედრო საკითხებში. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა ჩემს გადაცემაში მონაწილეობისა და სტუმრობისათვის. დღეს უნდა ვისაუბროთ იმ საჭირობროტო თემებზე, რომელიც გადახდა და დღემდე, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის წინაშეა თბილისის ერთ-ერთი მოქალაქე ბორის ხაჩატუროვი. მის სახლი არის მძიმე მდგომარეობაში, მისი ბინა, არა მარტო სახურავიც, ყველაფერი თითქმის ძალიან ცუდ დღეშია, ძალიან მძიმე ცხოვრობს ეს ადამიანი და ძალიან ბევრი თხოვნა და კითხვაც აქვს მათ შორის გამგეობასთან. მოდი ვახსენოთ ისნის რაიონის გამგეობასთან. და სამართალი დღემდე ვერ იპოვა, ასე ვთქვათ რა და მოდი ბატონო ტრისტან გადავიდეთ თემაზე. ჩვენ ჟურნალისტები თქვენ გააკეთეთ ჩატარეთ ჟურნალისტური გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით და მოდი ბარემ გავშალოთ ეს თემა და პირველი დავიწყოთ ელიას სიუჟეტით, ელიას თაზე გაკეთებული სიუჟეტით. და რა და როგორ არის ამას გთხოვთ სიტყვას დაგითხოვთ და შემდეგ უკვე კადრებიც ვანახოთ, რომელიც ადგილზე გადავიღეთ. მოგესალმებით ბატონო კონსტანტინე, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, სრულიად საქართველოს. მართლაც რომ ძალიან რთული მდგომარეობა არის და ეს რთული მდგომარეობა არ არის დღევანდელობის დღის. ეს უკვე 6 წელია, რაც ბორის ხაჩატუროვი იმყოფება ამ პრობლემატურ საკითხებში. ამ ადამიანს აქვს სერიოზული პრობლემები. პირველი მოდი ჯერ ავიღოთ ის, რომ ეს ადამიანი არის პენსიონერი, მეორე ჯგუფის ინვალიდი, ხანდაზმული ადამიანი, რომელიც არის უკვე საკმაოდ ასაკოვანი და მას იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო და ეს მუნიციპალიტეტი და რაიონის გამგეობა გვერდით დაუდგეს ნებისმიერ პრობლემურ საკითხებზე, აქეთ უქმნიან პრობლემებს. ამ ადამიანს ჩვენ მოგმართა 1-2 თვის უკან ოფიციალურად განცხადებით მოგმართა იმიტომ რომ იძულებული გახდა ვინაიდან ამ ადამიანმა სამართალი ვერ იპოვა ვერცად აბსოლუტურად ვერცეთ ინსტანციაში ვერც გამგეობაში ვერც პროკურატურაში შემდგომ მან მიაკითხა არასამთავრობო ორგანიზაციას ეს არის საია საქართველოს იურისტთა ასოციაცია ამ საიემაც უღალატა და ეს ადამიანი მოკლედ საერთოდ აბსოლუტურად არანაირი ყურადღება არ მიაქციეს. ყურადღების გარეშე დატოვეს ასე ვთქვათ. იმისათვის რომ მათ ეწარმოებიათ გარკვეული მუშაობა იურიდიული კუთხით, ხო? და ამ ადამიანს გვერდით დადგომოდნენ, საიამ ფაქტიურად თლად გაუფუჭა, ამოუღირავა საქმე და ისე გააკეთეს, რომ მის ბორის ხაჩატუროვი იმედი ქონდა საიასი, რომ მისი წარმომადგენელი გამოცხადდებოდა სასამართლო პროცესზე და არ გამოცხადდა. ანუ ეს სასამართლო პროცესი აღარ ჩატარდა, ამ მიმართულებითაც უკვე ბორის ხაჩატუროვს პრობლემები შეუქმნეს და მოკლედ ამ ადამიანს კომპლექსური პრობლემები ჰქონდა თავისი დღევანდელი ცხოვრებასთან მიმართებაში. ახლა რას ნიშნავს ეს რა არის? ის რომ მას ელიაზე მისი მინდობილობის ქვეშ იმყოფება სახლი, სახლის კედელი იყო გაბზარული და უბრალოდ მას უნდოდა რაღაცეირად პატარა მუნმიშეროდ გამაგრება. მან მიმართა გამგეობას მიმართა განცხადებით, გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი, ეს ტენდერებს აცხადებდა ვინმე გურამ შალვაშვილი, რომელსაც ტენდერში მოიყვანა სამშენებლო კომპანია ლუკა 2011 და აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი გაფორმდა, თანხა გადაერიცხა კომპანიას. კომპანია ავიდა, ვიღაც ერთი კაცი აიყვანა მუშა, დაანგრევია ეს კედელი, იქ უნდა გაეკეთებია გამაგრებითი სამუშაოები, არ გააკეთა გამაგრებითი სამუშაოები. მითითებულია პირდაპირ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომელი ხელშეკრულებას გაფორმდა ბორის ხაჩატუროვთან. უნდა გაეკეთებია ხის სვეტები და შესაბამისად სახურავი მოეყვანა წესრიგში. არაფერი აბსოლუტურად არ გაუკეთებიათ. არაფერი. ესე იგი, დაანგრიეს კედელი, დატოვეს ესე ნახევრად წაქცეული კედელი. ეს ნახევრად წაქცეული კედელი არის მიდებული ცენტრალურ გასცადენ მილზე, სადაც რომელი მილითაც მარაგდება მთელი ელია და ესეთი მდგომარეობა არის, რომ შეიძლება დღეს ყოველთვის გამოინგრეს.
და ეს მილის დაზიანდეს. და აფეთქებაც არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა დაზიანდება იქ ადამიანები. ამ ადამიანმა მოკლედ ბევრი იშრომა, ბევრი იწვალა, ბევრი რა ვიცი, არაერთხელ გამოიძახა პატრული, გამოიძახა სამაშველო სამსახურები და ყოველ ესე იგი გამოძახებაზე წარმომადგენელი გამგეობის წარმომადგენელი არ მოდიოდა. არ მოდიოდა და არავითარ შემთხვევაში არანაირ რეაგირებას არ აღწნენდნენ. და ჩვენ ამიტომ ჩავთვალეთ რომ ჩართულიყავით ამ პროცესებში და ჩვენ მოვიკვლიეთ ყველა დოკუმენტი მოვიკვლიეთ ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულებაც გაფორმებული არის ესე იგი კომპანიასთან, რომელმა კომპანია ლუკა 2011 და რომელი კომპანიასაც უნდა ეწარმოებინა სამუშაოები ჩაეტარებინა და ჩაებარებინა შემდგომ, ესე იგი შესრულებული სამუშაოები ჩაებარებინა შემდგომ, როგორც თვითონ ბორის ხაჩატუროს, ასევე დამკვეთი ისის რაიონის გამგეობა და კონკრეტულად გურამ შალვაშვილი. მაგრამ არც ობიექტია ჩაბარებული, არც აბსოლუტურად არაფერი არ არის გაკეთებული და არის ესე რთულ მდგომარეობაში. შემდგომ კიდევ გააგრძელა ამ ადამიანმა ბრძოლა მიმართა შესაბამისი დაწესება, განცხადება დაწერა მიმართა გამგეობას, იგნორება გაუკეთა და ჩვენ ავედით და გადავიღეთ ეს ყველაფერი და დავაფიქსირეთ და მოდი ჯერ ვანახოთ ახლა ეს ჩვენი პროდიუსერს ხო ხარ რომ ვანახოთ ელიას კადრები, ელიას უმანში გადაღებული კადრები განთიადის ქუჩა ნომერ 14-ში და შემდეგ უკვე ისევ დაგიბრუნდებით ეთერში. ვიფასო მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით ჩვენ განთიადის ქუჩის ნომერ 14-ში, სადაც არის ძალიან საგანგაშო მდგომარეობა. მოკლედ ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ და ჩვენთან სტუმრად იყო ბატონი ბორის ხაჩატუროვი, რომელმაც თავისი პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან არაერთ ინსტანციას მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მისი პრობლემები, რომელიც პრობლემების წლებია უკვე მიმდინარეობს და არავითარი რეაგირება არ ხდება. შესაბამისად იძულებული გახდა ეს ადამიანი მოსულიყო ტელევიზიაში და თავის პრობლემების შესახებ ესაუბრა. იქნებ მაშინ მაინც მიიტანოს გულთან როგორც გამგეობამ, ასე სასამართლომ და სხვა დანარჩენმა უწყებებმა ამ ადამიანის პრობლემები. ეხლა ჩვენ დავაფიქსირეთ აქ შექმნილი მდგომარეობა, სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში. შესაბამისად ამ სახლში ცხოვრებაც არ შეიძლება. ამის გარდა აქ გადის გაზის მილი, აი გაზის მილი, რომელი გაზის მილი შესაძლებელია დაზიანდეს თუ ეს კედელი გადმოიგრა, რომ და ამ დაზიანების საფუძველზეა გამოიწვიოს ძალიან რთული და ძალიან საშინელი მდგომარეობა. ამიტომ ახლა ჩვენ ამას ყველაფერს ვაფიქსირებთ. ჩვენ ამას ყველაფერს შემდგომ დავდებთ როგორც ვიდეო მასალები, ისე და ჩვენ საზოგადოებას როგორც დავპირდით ამ ვიდეო მასალებს და ამ დოკუმენტურ მასალებს უჩვენებთ როგორც ხელმას ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სასამართლოშიც წარვადგეთ ამას ყველაფერს. რადგან აუცილებელი არის. ეს არის კატასტროფა. წლებია უკვე, რაც აი ამ მდგომარეობაში იმყოფება ეს სახლი, წლებია უკვე ეს ადამიანი, რაც უკვე ამის შესახებ მიმართავს არაერთ უწყებას, მაგრამ პასუხი არ არის. გახდა იძულებული დღეს გამოიძახა პატრული არაერთხელ იქნა გამოძახებული, რომ დააფიქსიროს ფაქტი, დააფიქსიროს ის შექმნილი მდგომარეობა, რა მდგომარეობაც იმყოფება აი ამ სახლში და ამ სახლის ირგვლივ და ისევ მიეცეს ამ კაცს იმის საშუალება, რომ კანონის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება, მოთხოვოს შესაბამის უწყებებს, რა მდგომარეობაში არის ეს სახლი, რა მდგომარეობაშია თვითონ მისი აი ესეთი ბრძოლა, რომელიც ბრძოლის საფუძველზეც მან რაღაც გარკვეული შედეგი უნდა მიიღოს და სამართლიანობას უნდა მიაღწიოს, მაგრამ ამას ვერ ხედავს და ვერ გზნობს ეს ადამიანი და ამიტომ ჩვენ ამოვედით და დავაფიქსირეთ ეს ყველაფერი და შემდგომ ბატონი ბორისი ისე ჩვენ კლავს სტუმრად გვეყოლება გადაცემაში და ვისაუბრებთ შემდგომ იმ შექმნილ მდგომარეობებზე და იმ გარკვეულ მიდგომებზე თუ რა რეაგირება მოახდინა შესაბამის უწყებებმა, გამგეობამ ან სხვა დანარჩენმა უწყებებმა ამ ადამიანის პრობლემებთან მიმართებაში. გადაიღეთი. ვინ გამოგიგზავნა? ჩართული გაქვს კამერა. საგვარისია.
რა არის უკვე აჰა მოდიან ხალხი იციან შეიძლება სადმე მართლა ხანძარია კაცი იშრება ეხლა უნდა 3 საათი ელოდოთ როდის უნდა მოვიდეს გამგებელი ან მაგისი ვიღაცა შაიკიდან რა არის ბოლო და ბოლო არ უნდა იყოს პასუხი ბატონო რაში დაგიხმაროთ ჩვენ რა შეგვიძლია შენ ყოფილ ხარ აქ კი ბოჟელა ვარ შო აი ამ კედელზეა ხო ხო საუბარი კედელი მე რა კიდე კედელი შენ შეგიძლია დემონტაჟი გააკეთო ვიღაცამ გააფუჭა სახლი დაანგრია და ჩვენ უნდა ეხლა გადაიღეთ გადაეცი იმას გამგეობა ან მერი თვითონ კალაძე მოვიდეს რა არის კალაძე აი ბატონო კონსტანტინე სიუჟეტის და თვითონ კადრებისა მტკიცებულებების აქ ჩვენ ზეპირად არაფერს არ ვსაუბრობთ და მტკიცებულებების გარშე არაფერს არ ვსაუბრობთ ვამბობთ ხოლმე და ხოლმე იმას რა ესე იგი მდგომარეობაც არის იმყოფება დღეს ამ ბორის ხაჩატუროვთან მიმართებაში ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ ასეთ მაშინ სიტუაციაში მყოფ ასეთ მდგომარეობაში მყოფი სახლი და ეს გასადენი მილი რომელიც ჩანს აი ამ კადრებში ხო ჩანს ეხლა დიახ სულთა ყველაფერი ჩანს როგორ არის კედელი მიდებული ეს კლიანობაში შეიძლება ხვალაც გადაიგრეს უკვე და ხვალაც უკვე დღეს ხვალ ყოველთვის რა შეიძლება მოხდეს და ერთი მცირე ბიძგის საკმარისია გადაიგრეს ეს კედელი და ეს გასადენი მილი დაზიანდეს ის სახურავი ჩამოარდეს და უფრო მეტი პრობლემები შეექმნეს ამ როგორც ამ სახლს და ისე ამ სახლის პატრონს და ისე ამ თელ იქვე დიახ ბატონო რისთან არ ადამიანებს არ დაგვავიწყდეს რომ იქ ძალიან დიდი ეზოა ძალიან დიდი და ძალიან ბევრი სახლია და მაცხოვრებლების ძალიან მლომად არიან კი ეზოში ძალიან ბევრი ის ცხოვრობს სხვადასხვა კომლები ცხოვრობენ იქ ეზოში დიახ იქ არის კიდევ რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს ამ სახლის გარდა კიდევ საერთო ეზოა და ამ საერთო ეზოში ცხოვრობს რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს და ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ასე ვთქვათ განწირულები არიან რა თქმა უნდა ეს ხო ამდენი ხანი 6 წელი გინახია თქვენ რომ ასე რაღაც არა და ეს რა არის 2-3 დღის საქმეა მეტი კი არ არის ფული ხო ჩაირიცხა კაცო ფული ჩარიცხული არის ფული მიიღო ამ კომპანიამ ეხლა მეც ეს გეტყვით ეს კომპანია შემდგომ ამ თვითონ ბორის ხაჩატუროვმა დაიწყო დამოუკიდებლად ძებდა ამ კომპანიას და აღმოჩნდა რომ ეს კომპანია არის რეგისტრირებული ვარკეთილში სადღაც გარაჟში ვიღაცას ხვის გარაჟში ის გარაჟის მეპატრონეს მიადგა ეს კაცი და იმ გარაჟის მეპატრონე უთხრა კაცო აქ არაფერი კომპანია ჩემი გარაჟი არისო აქ არავითარი კომპანია არ ყოფილა და არანაირი კომპანია არ გქონია ჩვენ აიგე და ეხლა ნახეთ რა ხდება რაშია სახსარებო ჩვენ საქმე ანუ ასე რაღაც ყალბი მისამართებზე არეგისტრირებენ კომპანიებს და ასეთ ესე იგი ტენდერებს იგებენ და შემდგომ ორთქლებიან მიდიან ფულს ითვისებენ და ორთქლებიან მიდიან ახლა თუ საქმის ხუში არისო ამ კომპანიასთან მიმართებაში ეს შავლაშვილი ხო და თუ რაღაც გარკვეულ გარიგებებში არისო და რაღაც ბოლომდე არ ქონდა შესწავლილი ეს კომპანია ტენდერს უაძლევ ადამიანს და ტენდერს უგებულობს ხო უნდა შეისწავლოს ეს კომპანია ვინ არის რა არის რასის შესაძლებლობა აქვს რა შეუულია გააკეთოს ხო უნდა შეისწავლოს ანუ ესე იგი გამოდის რომ ისინი არიან ერთად და ერთად აკეთებენ ამ იმას ატკატებს ერთად იყოფენ თანხებს და ის დამკვეთი და ის დაზარალებული და ის ადამიანი რომელიც ესე 20 საათის განმავლობაში მოლოდინშია იმის მოლოდინშია როდის დაეცემა თავზე ესაგური და როდის მოხდება გაუთვალისწინებელი შედეგები ის უკვე განწერული არის რა განწერული არის სწორედ ასეთი კორუფციული გარიგებების შედეგად და ასეთი კორუფციული გარიგებები მარტო ეს ერთი ფაქტი არ არის და ჩვენ გვაქვს კიდევ ინფორმაციები და ძალიან ბევრი ფაქტი არის მით უმეტეს ისის რაიონში ოდიში მაპატიეთ არა უშოს და ამიტომ არის რომ მეხლა შეიძლება ხალხს ასე გონია რომ აი კალაძე აი დაბალი რგოლი ქვემოთ ქვედა რგოლი რომელმაც ეს დანაშაული ჩაედინა ხო უნდა გაკონტროლდეს ეს ხო ეხლა ეს ფაქტურად არც გამგებელს ეწოდინება მე დარწმუნებული ვარ და არც ქალაქის მერს ეს დანაშაული ჩემი აზრით ბატონ რისთან ორივემ კარგად იცის ეს ყველაფერი მაგრამ უბრალოდ ჩემი აზრით მე ესე მგონია რომ არ მგონია ბატონო კოტე იმიტომ რომ ეს ესეთი დარღვევები რო იცოდეს სამხენწმენელა პირება მაშინ ეს ადამიანი ციხეში უნდა იძეს შავლაშვილი დღეს და ეს კომპანია
რომელმა კომპანიამაც არ შეასრულეს სამუშაოები, ეს კომპანიის ხელმძღვანელობას დაპატიმრებული უნდა იყოს და სისხლის პასუხისმგებაში უნდა იყოს მიცემული, ხო? ანუ ეს არის თანაც ახლა ისიც რა არის ეს არ არის დაუშვათ ისეთი მსხვილი ობიექტი, რომ სადღაც მილიონები და რაღაცები იყოს და აი მაშინ შეიძლება იფიქრო და ეჭვი აიღო თვითონ კალაკის მერზე და გამგებელზე, მაგრამ ანუ აქ არის რაღაცა ისეთი პატარა უნიშნულიც არ არის იმ რაოდენობის თანხარი, რომელი რაოდენობის თანხის საფუძველზე ნამდვილად არ გაეცვლით და ხა არც მეორე ხელს, ხო? ეს უფრო ამ შავლაშილის დონეზეა გაკეთებული და ამიტომ არის რომ მიაქციეთ ყურადღება და შეისწავლეთ კაც ეს ფაქტი და ამ ადამიანს დაუდეკით გვერდში და მოეხმარეთ. ახლა ეს ადამიანი არ არის მარტო ამ პრობლემების წინაშე არ არის მარტო ეს პრობლემა არ აქვს ამ ადამიანს უამრავი პრობლემები აქვს და უამრავი პრობლემების წინაშე დგას და ეს პრობლემები აუცილებლად შესასწავლი არის და აუცილებლად არის რომ იტყვი გასათვალისწინებელი ყველა ამ ადამიანის მოთხოვნა. ეს ტყუილა არაფერს არ ითხოვს. ეს ითხოვს იმას, რაც მას ეკუთვნის და რა გვერდში დგომას მას სჭირდება. ამას ითხოვს 75-75 ადამიანი უკვე ხანდაზმული ადამიანია, კაცო და ასეთ ადამიანებს გვერდში უნდა დავუდგეთ და უნდა დავეხმაროთ და უნდა ვაგზნობინოთ ტკბილი და წყნარი სიბერე და არა ისო მიტოვებულად იგზნონ ამათმა თავი და გამწარებული სიბერე ქონდეს. გამწარებული სიბერე ქონდეს. ბატონო ტრისთან ბოდიშით. ბატონო ტრისთან თქვენ გუშინ მინდა ვახსენო ეს ფაქტი რომ გუშინ ბრძანდებოდით ბატონი ბორისის ბინაში. დიახ. გააკეთეთ, მომზადეთ მცირე სიუჟეტის და აჩვენეთ თუ რა ხდება ბორის ხაჩატუროვის ბინის თავზე, ასე ვთქვათ, ხვენში და რა დღეშია სახურავი, როგორც და იქ ბატონი ბორისი ამბობს, რომ მე აქ ჩამონდის წყალი და ბინაში ჩამონდის აქედან წყალი და არის მოკლედ გაუსაზღლისი მდგომარეობა. თუ თქვენ არ იქნებით წინააღმდეგი, არც მე ვიქნები წინააღმდეგი, რომ ეს კადრებიც გავუშვათ ეთერში ბარემ. კი ბატონო, ვაჩვენოთ ეხლა. ვაჩვენოთ მაყურებელს. მაინც ჯარა, ჯერ კადრებს მაყურებელთან რო იცოდეს და საქმის ხუში იყოს. ეს არის მუდმივი საცხოვრებელი ბინა, სადაც ეხლა ბორის ხაჩატუროვი ცხოვრობს და ცხოვრობდა. მამამისის ბინა არის, მამა ყოფილი სამხედრო იყო, სამამულო ომის მონაწილე იყო და ნუ ერთი სიტყვით ამ ბინაში ცხოვრობს ეხლა ბორის ხაჩატუროვი თავის მეუღლესთან ერთად, კაცო. და ჯერ ვაჩვენოთ ეხლა კადრები და მე ამ საცხოვრებელი ბინის ირგვლივთაც ვილაპარაკებ და ფაქტიურად იმ პრობლემებზე რა პრობლემებიც იქ არსებობს. კი ბატონო, ხო პროდიუსერსო გაუშვათ ეს კადრებიც ეთერში ბარემ და დაგიბრუნდებით ძალიან მალე ისევ ეთერში.
აი ნახეთ ახლა თქვენ კადრები, ხო ნახეთ კადრები. ჯერ დავიწყოთ ბინა, თვითონ ბინა რა მდგომარეობაში არის. საცხოვრებელი ბინა. ეს საცხოვრებელი ბინა არის პირდაპირ ისნის გამგეობის წინ. ისნის გამგეობის წინ ნებისმიერი ისნის გამგეობის თავმჯდომარე ისა თანამშრომელი ისნის გამგებელის ბინას უნდა გაიაროს. იმ ბინას უნდა გაიაროს სამსახურში რომ მივიდეს, ხო? გარედან რომ შეხედავ საშინელება არის. დაანგრეული და ესე იგი საფუნდამენტი აღარ აქვს, გამოცვლილი აქვს, კედლები დაბზარულია. შიგნით რა მდგომარეობაა, ხედავთ, კლიენტად ისა დახსნილია მთელი კედლები, საგრძნებს უკვე აცეთენილი არის კლიენტად მთელი ეს გადაკვეთები და ალბათ შეიძლება ეხლას ჩავიდოთ ჭერი ჩამონგრეული იყოს და ეს მოხუცებულები ამ ჩამონგრეული ჭერის ქვეშ იყოს მოყოლილები. ისეთი მდგომარეობა არის. აქაც ეს ადამიანი განცხადება, რა ვიცი, მთელი დასკვნები, ექსპერტიზის დასკვნები, ყველაფერი არის აბსოლუტურად გაკეთებული, რომ უბრალოდ ეს იქ არ შეიძლება მაგის ცხოვრება, კაცო. არ შეიძლება მაგის ცხოვრება, ეს გასაყვანი არის, ეს არც კი გაყავს გამგეობას სადმე დროებით, რომ არაფერი დაემართოს ამ ადამიანს, ხო? მე ეს ნუ მოკლედ მოხდა ისე რომ მოდი ეხლაო კრიშა სახურავი მაინც შეუცვალოთო. სახურავზე ხო გამგეობამ რაღაც გარკვეული თანხა გამოყო. აქაც ტენდერია გამოცხადებული და აქაც არასწორადაა გაკეთებული ყველაფერი და არ არის ხარისხია. პლუს ამას კიდევ თვითონ პიროვნებას გამოართვეს 1000 ლარი. 1000 ლარი გამოართვეს ამას დასამატებელი არისო და 1000 ლარიო კიდევ მოსახლეობიდან აუკრებიათ. კაიგე, მაგრამ გადავიღეთ ახლა ჩვენ ავედით იქ. იქ არის საშინელება. ეს ნაგავი რაც ესე იგი ძველი გაფუჭებული ის დამპალი მასალა იყო, ცხენზე დაუყრიათ, დაუტოვებიათ, არ გაუწმენდიათ, ხო? შემდეგ ესე იგი სახურავთა პირზე არ არის ბოლომდე გაკეთებული და წყალი ჩამოდის. ამ წყალის ყოველი წვიმის დროს ჩამოდის წყალი და მარტო ბორის ხაჩატუროვი კი არა. მთელი ეს ქვემოთ ირეცხება მთელი კორპუსი. მთელი ის ირეცხება რა და მოკლედ ეს კაცი ყავთ მის ქვეშ რა, რო იტყვი აი წნეხის ქვეშ რომ რაღაცა გააკეთეს, შენ გაჩამოდის წყალი. რა ხდას ახლა ამ ადამიანმა? რა გააკეთოს? როცა სახურავზე ფული გადაიხადა, როცა უკვე მიმართა კიდევ განცხადების საჩივარი დაწერა, ყველა ინსტანციას მიმართა. ეხლა ჩვენი ყოფნის დროს პატრული იყო, მოსული ხა პატრული აკეთებს, ასრულებს თავის ფუნქციურ მოვალეობას და მოდის ის ადამიანი და პატრულის შემდგომ პატრულის მეშვეობით ძლივს მოვახერხეთ პატრულის მეშვეობით და იძულებით წესით მოიყვანეთ გამგეობის თანამშრომელი იქ. ეს პატარა ბიჭი, რომელიც არაკომპეტენტური არის ამასთან. ნახე ამ ბიჭს ხო ხედავ რა როგორი ის ქონა ჯერ აქვს რა ქვია ურთიერთობა თვითონ ხაჩატუროვთან ამის დაპირისპირებაში გადავიდნენ. პატრული რო არ ყოფილიყო იქ, შეიძლება ხელის დაერტყათ ხაჩატუროვისთვის, კაიგე. ამ გამგეობის თანამშრომელს ამ პატარა ბიჭს. საერთოდ საბუთები მოთხოვე, მეთქი საბუთები მოგვეცი მეთქი და ბორისმა მოთხოვა და არა გვაქვს საბუთები, არც პირადობის მოწობა, არც ის რომ გამგეობის თანამშრომელი არაფერი. ვინ იყო, რა იყო, საიდან მოხვედი გამომიშვეს მე და მეტი არაფერი. რო დაინახა ჩვენი ესე იგი ტელეკამერა დაინახა, მე ატეხა ერთი ამბავი და მოკლედ ჩავარდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ურეკავს გამგეობაში ვიღაცა სად გამომიშვით აქ ტელევიზიებია მოსული კაცო და მე რატო გამომიშვით და მოკლედ ერთი იმასთან რა არის სიამოვნა მოკლედ. არის სიამოვნა რა და რა როგორ სიამოვნებოდა როცა იმისი არატაქტიკური და არასწორი მიდგომა ასეთი ადამიანთა მიმართებაში. აი აგდებულად ელაპარაკებოდა ამ ადამიანს გესმით? ბაბუისტოლა კაცი. ხო, ბაბუისტოლა კაცო და არანაირი ის არ ქონდა რომ მიტყვი მორიდება, არც პატრულიც, არც ჩვენი მორიდება არ ქონდა. აი ესეთი თავხედი ვიღაცა თანამშრომელი, რომელიც თავის საქმეებში და კი არ არის გარკვეული. არ იცის აბსოლუტურად არაფერი ამან არ იცის, კაიგე, რა მდგომა. მე დაუსვი შეკითხვა კაცო. ეს ნახეთ ახლა მეთქი, აი შეხედეთ. ხომ ხედავთ თქვენი თვალით, რომ ეხლა რო აქ მოხდეს რაღაცა მოხდეს, ჩამოიგრა ეს ჭერი და ეს ადამიანები მოყვენ ამ იმის ქვეშ, რა ქვია, ნანგრევების ქვეშ. და ან დაზიანდნენ და ყველაზე უარეს შემთხვევაში შეიძლება გარდაიცვალონ, ხო? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი მეთქი? ვიღებულოთ პასუხისმგებლობას. პირველ რიგში გამგეობა, იმიტომ რომ მისი კომპეტენციაა ეს. აუარეს, გვერდი აუარეს ამას, ხო? ეხლა უნდა რაღაცნაირად და შეწუხდეს გამგებელი და კეთილინებოს გამგებელმა და მივიდეს და ნახოს მისი თანამშრომლები თუ არ აკეთებენ და არ ასრულებენ თავის ფუნქციურ მოვალეობას, თვითონ გამგებელი უნდა შეწუხდეს და მივიდეს.
მარტო ის არ არის საკმარისი ბატონებო რა მოდით რა ახლა კარგად უთხრათ ერთმანეთს და სიმართლე ვთქვათ ერთმანეთში არჩევნები როცა მოდის გამოფენილი ხართ იმაში რა ქუჩებში და დარბი ხართ და მოსახლეობაში და გინდა ოპოზიცია იყოს გინდა პოზიცია იყოს გინდა ოპოზიცია იყოს ხო და ხმა მომეცით და ამას გავაკეთებთ იმას გავაკეთებთ და როგორც კი არჩევნები ჩატარდება თქვენსაც უკვე გაინაღდეთ მე ხალხი აღარ გახსოვთ რა ეს არის სიმართლე თქვენ გახსოვდეთ ხალხი და გახსოვდეთ და წუხდეთ ადამიანებზე ამ მდგომარეობაში ამ ადამიანს არ ჩააგდებით და ასეთ იმას არ გაუკეთებდით და არ მიუდგებოდით ასეთი კუთხით თქვენ ამას არ გაგვაიწყდეს რომ ბატონ ბორის ინფარქტიც გადატანილი აქვს სასწრაფო გამოვიძახეთ კაცო რო ვიყავით ეხლა ჩვენ პატრული ხო იყო შემდეგ ცუდად გახდა რატომ იცი 2 საათი ველოდებით გამგეობიდან წარმომადგენელს არავინ არ მოდის 2 საათი პატრული იძულებული გახდა მე მისი ხელმძღვანელობა ჩაეყენებია საქმის ხურში და პატრული არ მოვიდა არ წავიდა მანამ იქიდან სადამ გამგეობით წარმომადგენელი არ მოვიდა გაიგეთ აშია საქმე წარმოიდგინეთ თქვენ ახლა იმათაც ხო თავის საქმეა კაცო 2 საათი რო პატრულს მოასწენ იქ გამოძახებაზე ხო იქნება სხვასაც უჭერს ხო სხვა ცუდ მდგომარეობაშია მაგრამ არ წავიდნენ ეს ადამიანები და სადამ არ მოვიდა ეს გამგეობის თანამშრომელი 2 საათი როცა 3 წუთში შეგიძლია გადმოხვიდო იქვე არის პიტაპირ გზაყოფს გამგეობასა და ტროტუარს გადახვალ და გამგეობა წინა მხარეს ხო მაგრამ 2 საათი სანამ ესე იგი მთლიანად მთელი შინაგან საქმე და სამინისტროს ხელმძღვანელობამ არ მოითხოვა რომ მოსულიყო იქ გამგეობის წარმომადგენელი მანამდე არავინ არ მოვიდა ისის თავხედი ადამიანი ხო რა თუნდა ამას პატრული ჯერეთი ცხელი ხაზი არსებობს თქვენთან მე მეორე იქ ამხანაგობის თავმჯდომარე ხართ ხო და ნებისმიერ ზარზე და ნებისმიერ პრობლემაზე თქვენი თანამშრომელი ვისაც ეს ეხება იქ უნდა იყოს გაჩენილი რაღაც წუთებში ხო ყავთ არა გაქვთ პრობლემა გადაადგილებებზე ავტომობილები გაქვთ ყველაფერი გაქვთ თანხა გაქვთ ხელფასები გაქვთ ბიუჯეტი გაქვთ ხო და რა გინდათ ვერ გავიგე ესე იგი ანუ თქვენ რას აკეთებთ აი მე ასეთი საბეჭდილება დამჭა მეგობრებო რომ ესეთი კატეგორიის ადამიანები სპეციალურად ქმნიან ქვეყანაში პრობლემას სანუ საბოტაჟს რომ შემდგომ გამოვიდნენ ხალხი და დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას მე სხვა დანარჩენ საქმე ვერაფერს ვერ ხედავ იმიტომ რომ ფული არის ბიუჯეტში აქვთ ამის ფული ხელშეკრულებები გაფორმებული არის ისა თვითონ თანამშრომლებს არანაირი პრობლემები არ აქვს, არაჩვეულებრივი ხელფასები აქვს. ტრანსპორტი ყავთ, რომლითაც უნდა გადაადგილდნენ, ხო? ანუ ერთი სიტყვით არანაირი პრობლემა არ აქვს გამგეობის თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც პრობლემაც არსებობს ასეთი მსგავსი ადამიანების მიმართ, აღმოფხვრან. მაგრამ არ აკეთებენ ამას და რო არ აკეთებენ ამას, მე მაქვს ესეთი ეჭვები, რომ ეს ადამიანები მე ყველაზე არა მაქვს საუბარი კიდევ გამგეობაში და მერიაში არის ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანები და ძალიან ბევრი მეთქვი პასუხგებლები ადამიანები რომლებიც პირნათად ასრულებენ მასე დაკისრებულ მოვალეობას მაგრამ ასეთი ადამიანები აი როგორც ახლა მე ვიხილე ხო ეს ახალგაზრდა ბიჭი ასეთი ადამიანები არ არიან სინდისი და ნამუსით ისა რა მეთქვი აღჭურვილი იმიტომ რომ მათ არ მიაჩნიათ ადამიანის სიცოცხლე არაფლად არ მიაჩნიათ ადამიანის პრობლემები არაფლად და არიან მხოლოდ ერთი რაღაცა დაკავებული რა გააფუჭოთ ამ ქვეყანაზე და აფუჭებენ აი ამ კუთხით ამ საქმეს არ მიდიან დაზარალებულთან არ უდგანან გვერდში არ უკეთებენ იმ საქმეს რაც გასაკეთებელი არის და შემდგომ ეს დაზარალებული ადამიანი გამოდის და ამბობს რომ აი თავრობამ არაფერი გამიკეთა ანუ ეს არის უკვე კიდევ მეორე ეს არის დივერსია ეს არის საბოტაჟი და მიხედეთ ბატონებო ხელმძღვანელებო ვისაც ეს ხელს გეტიფებათ ამ დივერსანტებს ამ საბოტაჟნიკებს მიხედეთ დღეს თუ ქუჩაში გამოდიან იქ მიტინგზე დგანან ადამიანები იცოდეს ეს არის მსგავსი საბოტაჟნიკების მხრიდან შეგვთილი პრობლემები იმ ადამიანების წინაშე რომელი ადამიანები დღეს თქვენ წინამდე კონკრეტებენ და გამოდიან და ნაბიჯ ასე ქმნიან ქვეყანაში პრობლემებს ამ პრობლემებს უნდა მიხედოთ და ასეთ ადამიანებს უნდა მიუძვნათ თავისი ადგილი ესენი არ უნდა მუშაობდნენ გამგეობებში არ უნდა მუშაობდნენ მერიებში და არ უნდა იყვნენ ესენი არც ერთ შემთხვევაში საზოგადოების იმედი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ ესენი მიხედეთ ასეთ პრობლემებს და ბორის ხაჩატუროვს რაც შეეხება მე მინდა რომ მოუწოდო შესაბამის სამსახურებს ბატონ კახას მინდა ვთხოვო ისის რაიონის გამგეობას მიხედეთ ძალიან ცუდი მდგომარეობა არის ამ ადამიანის ოჯახში ძალიან ცუდი მდგომარეობაა თქვენ კადრების ნახეთ აგერ და ვაცალოთ რა ამ ადამიანს ტკბილის სიბერე მივცეთ ამ ადამიანს ასეთი ადამიანები დღეს ჩვენ ბევრი აღარ აყავს საქართველოში და არ აყავს ბევრი იმიტომ რომ ესე ძველი
თბილისელი კოლორიტები არიან, ამათ ხარზე მოვიდა, ამათმა მოიტანეს მხრებით დღემდე ჩვენი ცხოვრება და ამათმა მოგვიტანეს ის თუ რამე დარჩა კარგი ამ ქვეყანაში და ამათი რომიტყვი შრომით და წვალებით ვართ დღეს ჩვენ და არსებობთ და ვსუნთქავართ და ასეთ ადამიანთან მიმართებაში ცოტა სხვანაირად უნდა ვიყოთ და სხვანაირად უნდა მივუდგეთ და რაც შეეხება აი დამნაშავე ადამიანებს ეს შალვაშვილი იქნება ის საია იქნება რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია ამ ადამიანთან მიმართებაში კიდევ პიმუსაკით ფული გამოართვეს და ტყილა საადვოკატო მომსახურებით ფული ტყილა გამოართვეს არაფერი არ გაუკეთეს და ამავდროულად პროკურატურამ სადაც შეიტანა განცხადებები ნუ მოკლედ ყველგან განცხადებები აქვს შეტანილი ამ ადამიანს და პასუხები ჯერ არ არის არანაირი და არანაირი ღონისძიება არა ჩატარებული იმ პრობლემებთან დაკავშირებით რომელი პრობლემებიც უნდა აღმოიფხვრას და უნდა დაალაგდეს ამ ადამიანის ირგვლივ და ნახოთ ბატონო კოტე იქნება ჩვენი გადაცემის შემდგომ ჩვენი თხოვნით შემდგომ მაინც ცოტა რაღაცა იგზნონ რომ ჩვენ კი არავის ვაშინებთ არც ვართ იმის ისა რომ ჩვენ ვინმე შევაშინოთ არა ჩვენ მივიტანოთ ის პრობლემები იმ ხელმძღვანელების ყურამდე რომელი ხელმძღვანელებსაც აქვთ ბერგეტები ხელში და რომელი ხელმძღვანელებიც ვალდებულები არიან რომ ეს პრობლემები აღმოგვფრან ეს არის ჩვენი მოვალეობა და ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ბრძოლა და ჩვენი ის მოქმედება და ეხლა ეს არის სერიოზული პრობლემაა მეგობრებო ამ პრობლემებს ასე გვერდითავლა არ შეიძლება მარტო ბორის ხაჩატუროვი არ არის ასეთი პრობლემების წინაშე დღეს ძალიან ბევრი ადამიანი არის ასეთი პრობლემების წინაშე და ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ სადაც უფრო სავალალო მდგომარეობა არის პირველ რიგში ის უნდა გავაკეთოთ და იმას უნდა მიხდოდეთ და ყველაზე მეტი სავალალო მდგომარეობა არის დღეს ამ ბორის ხაჩატუროვის საცხოვრებელ ბინასთან მიმართებაში და კადრებში ნახეთ აგერ როგორ ამ მდგომარეობაში არის შიგნით თვითონ ბინაში მდგომარეობა და რა მდგომარეობაშია გარეთ კორპუსის მდგომარეობა და რა მდგომარეობაშია თვითონ ფუნდამენტი და დღეს უხარ შეიძლება ჩამოინგრეს ის და რო ჩამოინგრევა და ადამიანები რო დაიღუპებიან მე თუ გაცილოს ეს ყველაფერი და მე შემოიგრა თავში ხელსა დაიწყეთ ვაივიშვილ და მე იმას და ბოლოს ძებნას დაიწყეთ და ბიგინათ ვიღაცაზე გადატეხოთ ჯოხი ასე არ შეიძლება და არ გამოვა ეს და არ უნდა ელოდოთ იმას რომ როდის ჩამოიგრევა რაღაცა და როდის დაეცემა კაცის თავში მანამდე უნდა გადაიდგეს ეს ნაბიჯები და მანამდე უნდა მოხდეს რაღაც გარკვეული ღონისძიებები ჩატარება და რაღაც გარკვეული მექანიზმის შემუშავება რომ რაღაცა გაუთვალისწინებელი არ მოხდეს მსგავსი ადამიანთა მიმართებაში თან ის არ დაგვაუწყდეს ბატონო ტრისტან რომ ბატონ ბორის ყავს ლოგინად ჩავარდნილი დაც კი ბატონო ინვალიდები არიან უყოლა უკვე ნუ ხა 75-76 ხანდაზმული ადამიანები ინვალიდები ბორისის ვეღარ გადაადგილდება ხა ხუჭის გადაადგილება ხუჭის გადაადგილება აქეთ დიაბეტი აქვს გულის ავადმყოფობა ინფარქტი გადატანილი აქვს სასწრაფოზე მოდის ამ კაცა მე თვითონ ჩემი თვალით ნახო და ჩვენ დავაფიქსირეთ ეს სასწრაფო და გადაიღო ჩვენ ოპერატორმა ეს ყველაფერი და აქ აბსოლუტურად არანაირი ისეთი რამე არ არისო დაუშვათ აი ბორის ხაჩატუროვი რაღაცას იტყულებოდეს არა სულ მტკიცებულებები და ფაქტებია ყველაფერი რა და ჩვენ დოკუმენტალურად ჩავწვდით ყველაფერს და ამიტომ იყო რომ გადავიღეთ ეს ჩვენ ყველაფერი და ვაჩვენეთ დღეს ჩვენ ტელემაყურებლებს რომ დარწმუნდნენ და შეხედო როგორ მტკიცებულებების სახით იმ პრობლემებს და პრობლემებს ამ კაცის წინაშე არის. მადლობა ბატონო ტრისტან და მინდა ვთქვა რომ გრძელდება ჟურნალისტური გამოძიება კიდევ უფრო მეტი მასალების მოპოვების მიზნით და უფრო მეტი ადამიანების გამოაშკარავების მიზნით და მეც მინდა ერთი რამ ვთქვა რომ ბატონი ბორისი ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან კეთილი ადამიანია და მეც ვისნობ მას პირადად და მინდა ვთქვა ესეთი რამე რომ შესაბამის სამსახურებო დაუდექით გვერდით და ნამდვილად დავეხმაროთ ყველანაირად ამ კაი ადამიანს და არ დავტოვოთ მარტო, იმიტომ რომ ჩვენს დაუბერდებით, ჩვენც მივალთ გასაკამდე. გეთანხმებით. და მე რომ აღარავინ დაგვიდგება გვერდით და წიხლს კრავენ. ჩვენს გვეწყინება. და მოდი რა, ისე მოვექცეთ ყველა სხვას, როგორც გვინდა რომ ჩვენ მოგვექცნენ. აბა ძალიან თქმა უნდა, მე ბაბადია დავამატებდი და ნუ მართლაც ესე იგი თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ, რომ ჩვენს დაუბერდებით. უბერებელია ქვეყანაზე რაინ არ არის და ღმერთმა ყველანი დაგვაბეროს. ღმერთმა ყველანი ღმერთმა ყველას სიბერამდე მიგვაღწევინოს. მაგრამ სიბერის ადამიანს არ უნდა გეშინოდეს.
და ნუ შევხვდით ისეთ მდგომარეობას, ეს კავკასია, საქართველოა. კავკასიაში არ ხდებოდა ესეთი რაღაცები, რაც ახლა ხდება. საქართველოში ასეთი რაღაცები არ ხდებოდა. რაც ახლა ხდება, რა? მოკიდებ ადამიანს სასახას აბარებ იქ უპატრონო იმაში მოგუწებოდას. არ ხდებოდა ესეთი რაღაცები და ხალხო სადავართ. რას ვეგუებით, ეთი მითხარით. ამას ვეგუებით? რომ საკუთარი მშობლები ესე მოვიცილოთ და გადავყავოთ ქუჩაში და გავწიროთ მარტოობის და ხელისუფლება ამას ეგუებით ასეთი ადამიანები რომ მოვიცილოთ და გავყავოთ ქუჩაში და ელოდებით როდის ესე იგი მას გარდაეცვლება და იმასით დაგზალავთ ამას ელოდებით პირიქით უნდა გააკეთოთ ხელისუფლება ის ამ ადამიანებს ჰარმონიული ცხოვრება შეუქმნათ თქვენც მოხუცდებით იცოდეთ ღმერთმა მოგახუცოთ თქვენც იქნებით მოხუცებულები და აბა მე დაფიქრდებით რომ მაგრამ გვიან იქნება თურმე რამდენი რაღაცების შეცვლა შეგძლებიათ და რამდენი რაღაცების გაკეთება შეგძლებიათ და არ გააკეთეთ და დაგხვდათ ის ყველაფერი თქვენს მიერ გადადგული ის არასწორი მოქმედებები დაგხვდათ იმ მოხუცებულებაში წინ იფიქრეთ ამაზე ძალიან გთხოვთ იფიქრეთ მადლობთ ბატონო კოტე და მე კიდევ მინდა ჩვენ ტელემაყურებლებს უთხრა დამატებით რომ ჩვენ ვაგზელებთ ჟურნალისტურ გამოძიებას კონკრეტულ ადამიანთა მიმართებაში, ბორის ხაჩატუროვთან მიმართებაში და ასევე კიდევ ძალიან ბევრი ადამიანებმა მოგმართეს ჩვენ უკვე და შესაბამისად ასეთ მსგავს დარღვევებს და ასეთ მსგავს არასწორ მიდგომებს გამოაშკარავებთ და მივიტანთ ჩვენი ტელევიზიის საშუალებით ხელისუფლებამდე. და არც ერთი ფაქტი არ დარჩება გამოუძიებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ბოლომდე გავაკეთეთ ამას ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ტრისტანს მობრძანებისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის. ტელევიზიაში ის ძალიან ხშირად არის, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მართლა, რომ აი დროს მithმობთ და ხართ ჩემი გადაცემის ერთგული სტუმარი. მადლობთ თქვენ, მადლობთ ჩვენს მაყურებელს, რომ გვისმენთ და გულით გივართ ჩვენზე. ჩვენ კი მე კი გამშვიდობებით ორ შაბათამდე, ორ შაბათს ვინ იქნება გადაცემის სტუმარი მალე გაიგებთ, ორ შაბათს გაიგებთ. ხოლო ახლა გიტოვებთ იმ კადრებს ეთერში, რომელიც გადაიღო ბატონმა ტრისტან წითელაშვილმა ბორის ხაჩატუროვის პირდაპირ ბინაში და რა როგორ მოხდა ამას უკვე რა თქმა უნდა სიუჟეტში იხილავთ. მე კი ორ შაბათამდე გამშვიდობებით დროებით. ახლა ვიმყოფებით ბატონ ბორის ხაჩატუროვის სახლში, საცხოვრებელ ბინაში. ამ ბინაში ეს ადამიანი წლების მანძილზე ცხოვრობს უკვე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ვიფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ბატონ ბორის ხაჩატუროვი ჩვენთან ტელევიზიაში ბრძანდებოდა, რომელმაც ისაუბრა თავის პრობლემების, ესე იგი პრობლემებთან მიმართებაში და დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ აი ვიდეო კადრებს. თუ მართლაც ამ მდგომარეობაში არის დღეს როგორც ბატონი ბორის ხაჩატუროვი, ასევე მისი საცხოვრებელი ბინა. ეს ბინა არის ფაქტიურად დანგრეული უკვე. ამ დანგრეულ სახლში ცხოვრობს ეს ადამიანი და ამისთვის ბრძოლობს ეს ადამიანი, რომ როგორმე სამართალი იპოვოს და შესაბამისად სამსახურეობ მათ შორის გამგეობამ გამოიფრთხილოს დაიწყოს ამ ადამიანის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ დღემდე არ ხდება ეს და დღემდე გამგეობას არანაირი აბსოლუტურად ზომები არ მიუღია იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ეს ადამიანი პენსიონერი ხანდაზმული ადამიანი მეორე ჯგუფის ინვალიდი გამოიყვანოს და გამოასახლოს ამ ბინიდან და მისცეს შესაბამისი ფართები ან გაურემონტონ ბინა და ეს გაამაგრონ საძირკველი და შესაბამისად კედლები მოიყვანონ წესრიგში, რომ ეს ბინა არ დაინგრეს. დაინგრევა ეს ბინა და აქ მოხდება ძალიან ცუდი ამბავი. არა თუ მარტო ბორის ხაჩატუროვი, არამედ კიდევ აქ არის რაღაც გარკვეული ფართები, სადაც ადამიანები იმყოფებიან და შესაძლებელია ეს ადამიანებიც იმსხვეპლოს სწორედ იმ გრევამ, რომელიც გრევის საფუძველზეც დაინგრეს მთელი კორპუსი. ამ ბინაში ახლა მთლიანად მეგობრებო თქვენ დაგათვალიერებინებთ გამგებებს დაურეკე უთხარი მოვიდეს. აი გადავალ და ვეტყვი არ გადახვალ. გადადი ბორისა იქ გელოდება, გადადი მეთქი ვეტყვი. ეგეთი დიდი კაცია? პრემიერზე მაგარი არ ეხლა ციხეშია? თქვენ ეგრე აკდებულად ნუ შეტუტუშკა ხარ, ვინა ხარ? მაჩვენე შენი პასპორტი. ტუტუშკა არა, აკადემიკი. პასპორტი ამოიღე, მაჩვენე. რომელი პასპორტი გაჩვენე? რისთვის მოხველი, ვინა ხარ? შეიძლება ყაჩაღი ხარ. მაჩვენე, ვინა ხარ? არა მაქვს თან. ისა გადაეცი თქვენ უფროს? არა მაქვს.
ხელები ჯიბიდან წინა. გაყოფილებაში მიდევს, ახლა გადავირბინო და მაგრამ მოდიხარ ისთვის შენ არ მოსულ ბატონო ხარ ბორი, შეთან მე ვინ ახარ რომელ გაყოფილებაში ხარ? ამხანაგობები ძალიან ამხანაგობის მერე 100%-იანი რო ოქმებს რო წერს. ეხლა რამე თქვენ სახელი აკაკი ხო? ალექსანდრე. ალექსანდრე, ბატონო ალექსანდრე. ახალია ეს ძველი არ არის. ეცს მომისმენთ ახლა. მე გახლავართ ტელეკომპანია TV+-იდან და ამ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვსწავლობთ ამ იმას რა სიტუაციას ხო და ამით დავამთავრებდი. ბატონო. რა მინდა გეკითხო. ნუ ხა ჩვენ ჩავწვით სიღრმისეულად და ამ ადამიანს სხვადასხვა სამოთხოვნების აქვს სწორი ეს კაც ჯერ ერთი უყურეთ რა მდგომარეობა. ერთი წუთით მოდი რა ხან არ ეს დავამთავრებინე, ბორი ერთი დავამთავრებინე. წუთით მოვიდი ჯერ ნახო. ეს არ ვიცი მე იყო არ იყო ძველი არის მაგრამ რა დაგიშვი შენ? გავაკეთეთ ამ იმაში სახურა მე არ არის გაკეთებული. არ არის გაკეთებული დაურეკავ კონტრაქტორს და თუ რამე არის თქვენ გასაკეთებელი როდის შემპირდით როდის შემპირდით? დაურეკე მივედით პირველად ამ ადამიანის განცხადება საერთოდ შემოვიდა რომ ნაგავი არის დატოვებულიო სხვენში ხო მერე? დაურეკე მოვიდა ის კაცი და არ არისო ეს ჩემი ნაგავიო და ეხა წყალი როგორ ჩამოვიდა მე არ გამიგე სახურავიდან სულ მე ეხა პირველად გავიგე აქ თუ სახურავი არ არის ნორმალურად გაკეთებული ეხა გადავალ ბატონო წყალი დაურეკავ კონტრაქტორ კომპანიას და ესე რათა ბიჭო ჩავაპარე ბიჭო როგორ წყალ მე ვარ კიდე საჭირო მე ვარ არა ამაში რა კიდე მინდა მე საჭირო შეგეკითხოთ კიდე ახლა აქ რომ მოხდეს რაღაცა გაუთვალისწინებელია შემთხვევაში თქვენ გაგახედავთ რა მდგომარეობაშია კორპუსი ხო შესაძლებელი არის შეიძლება ნებისმიერ დროს შეიძლება ახალ ჩამოიგდეს რაღაცა ჩვენ დაგვეცეს თავზე კი ბატონო და მოხდეს გაუთვალისწინებელი რაღაც ხო ადამიანი შეიძლება დაიღუპოს დაემტოს ყველაფერი შეიძლება ხო ვინ არის პასუხს ამასთან დაკავშირებით და ვინ არის პასუხგებელი ხანაგობის თავმჯდომარეა თუ ამ აი ბუნებრივი აი ფორს მაჟორულ სიტუაციაში უცებ რო კორპუსი დაინგრევს ვინ აგებს ამაზე პასუხს უცებ არ და ეს უკვე ნელელა ინგრევ ეს უცებ გრევა არ არის ეს არის ნელელა თუ გრევა კორპუსი ავარიულია და მესამე კატეგორიაზე ზემოთ არის მდგომარეობა და ჩვენ გვაქვს მაგაზე ინფორმაცია მაგალითად კვლევა გვაქვს გამოშვებული და ვიცით გამგეობას თავაზობს ქირით გაბრძანებას ნებისმიერ მოსახლეს თუ თulis რომ საფრთხეს უქმნის მის ცხოვრებას იქ ყოფნა ეს არ უქმნის საფრთხეს და იქ და გადმობრძანდეს დაელაპარაკოს რა გამგებელსაც დაველაპარაკოთ რაღაც განცხადებები არის ერთი თვე გამომიყვანოს და მე თქვენ არაფერნაც პასუხს ელოდები ერთი თვე შენ ასე ხარ 2010 წლიდან 2026-ია მე ჩემი განყოფილება მაქვს ჩემი საქმე მაქვს უფროსი სპეციალისტი ხო გასაგებია ხა თქვენ რა უნდა გააკეთოთ აქ რა უნდა ერთი წუთით მოდი თავმჯდომარის შენ განცხადების საფუძველზე შემიძლია გავაკეთო სახურავი გავაკეთო შეგიძლია შეაჩერო მომისმინე სადარბაზოს გადახურვა სადარბაზოს კარი მე შეგიძლია შეაჩერო ამ ხანაგობის თავმჯდომარეობს რა რის საფუძველზე რის აყალბებს რასაყავ მტკიცებულებები გვაქვს მაგრამ სასამართლოზე იდავეთ თუ გაგამართლებთ სასამართლოს კიდე სამი წელი ჩემი ნებით არ შემილია ლიჩნად მე რომ რამე შევაჩერო ეგ თუ გაინტერესებს ქვენო ჩეულიშვილი ომიცოდა რომ აი ვინმე სხვა თუ მომიტანს 2/3 ხელმოწერებს რომ აი კოტე აღარ გვინდა ეს კაცი მე მეუნება 2/3 ხელმოწერები მოვიდა ჯაფაროვი მეუნება დაირჩევა ის მომისმინე 2020 წელს მოვიდა ჯაფაროვი ვისაც შეკრულია მაგასთან მოგეს თქვენ პირდაპირ რო ის გაყოფილი რო აქვს ხალხი ტროტოვარზე რო არ დადიან შუა მიწით ან ეს რა ტევე იმაში გამაძრეთ ეგრევე თო მე რა ვიცოდიო შემოვდიო თორე რა არ მოხვიდო სიტყვა გეთქვათ მე რა ვიცი რა ფორმაა ჩვენ ბაჟავსთ წავიდეთ მაშინ მე პატარა სპეციალისტი ვარ კი ბატონო დავრეკავ მოვა დანარჩენი სასამართლოში იურისტთან გამგებელთან გაარკვიეთ კარგად იყავით დაეჩემ სამბიდი ხელი მოაწერე რო იყავით ხელი მოაწერე რო იყავით ოქზე მე პატრონ მოგაწერე მოიცა აქედან მოიცა აცა გეტყვით აი პატრონის თანამშრომელი